თვითონ ახლა ელექტრონული სიგარეტი რატო არის სერიოზული საფრთხე? ჯერ ერთი ბავშვებისთვის არის ყველაზე დიდი საფრთხე და რატო? დიდი რაოდენობით შეიცავს ნიკოტინს, კონცენტრირებული მასში ნიკოტინი. ასევე გამუდმებით აქვთ ხელში ეს პროდუქტი ბავშვებს და ახალგაზრდებს. მისი საშუალებით მოწევის დაწყება არის საკმაოდ მარტივი, ამიტომ 8-9 წლის ბავშვები იწყებენ გასინჯვას, მალევე ხდებიან დამოკიდებული და მერე უკვე მის გარეშე აღარ შეუძლიათ. და ფსიქოზის ახალი სახე ჩამოყალიბდა. თუ ჩვეულებრივ სიგარეტს გარკვეული პერიოდულობით ეწევა ადამიანი, ელექტრონული სიგარეტი გამუდმებით აქვს, ესე რომ ვთქვათ, პირის ღრუში მოთავსებული და ეკაჩება გამუდმებით. ქცევითი მიჯაჭვულობის უძლიერესი სახე ჩამოყალიბდა. ან მოტორული ქცევას დასწავლა, ხო? დიახ, და მე როგორც თამბაქოზე თავისდანებების სპეციალისტი, ყველაზე რთული პროცესი არის ქცევის შეცვლა. ამ შემთხვევაში აბსტინენციის მოხსნა, ეგრეთ წოდებული, თქვათ, ლომკის მოხსნა 2-3 კვირაში შესაძლებელია, შეიძლება მედიკამენტით ჩართა და უფრო მარტივი იყოს პროცესი, მაგრამ რაც შეეხება ქცევის შეცვლას, დაახლოებით 1 წელი ჭირდება ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე წელი შეიძლება დაჭირდეს ელექტრონული სიგარეტის გადაგდებას, როცა მოინდომებს ადამიანი. მაგრამ ხო გეუბნებით, ანუ ეს არის მთელი, ესე რომ ვთქვათ, მზაკვრობა ინდუსტრიის, რომ ბავშვებს აჩვევენ ამ ნიკოტინის მარტივ ფორმაზე დამოკიდებულებას და მე ჩვეულებრივად ისინი ჩვეულებრივ თამბაქოსაც მოიხმარენ, როცა არ აქვს თქვათ ეჯერადი ელექტრონული სიგარეტის მოხმარების საშუალება, ღერებით შეიძლება იყიდონ, რაც უკანონოა ასევე, ან აიქოსი, ან მერე უკვე სხვა ნარკოტიკების მოწევაზე გადადიან. ანუ ამ შემთხვევაში ელექტრონული სიგარეტი კარიბჭეა ამ უძლიერესი ნარკოტიკის, როგორიც არის ნიკოტინის მოხმარების თვის. ბატონო.